Shishit
Mama,
ხალხისა უხდავი არსება თავსი და ჩვენი საცხოვრებისათვის ხორცი შეისხა სულისაგან წმინისა და მარიამისაგან გამსულისა უხრჩევედად გაგაცნა და ჯვარცეთა ჩვენი სიკლის და ჩვენი სიკვდილი და სიკვდილი დადგუნა და ერთი წმინისა სახელისა დაღმდეგულას მამისა და ყოვლადწმინისა სულისა ვაწყობდნენ ჩვენ ერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცო შეგვეძიენ გვაწყობდნენ შეგვიწყალენ და დაგვიჩვენ ჩვენ ღმერთო შენი დამადლით უფალო შეგვიწყალენ ყოვლადწმინდისა უხრწნელისა უფროსად გურთხევლისა მედობლისა ჩვენი საღვთისმშობელისა და მარადის კაცურისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მოხსენებელთა თავნითვის და ურთიერთობას და განცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედრო და კათმოყარებულებს ხარდაჩენ დადგება სამარეთ მამისა და ძისა და შვენისა სულისა და მარადისა და საბავშვისა ამინ სასუპერისა შესაბამისა ჩვენი პაროლეს მოხდე სუპერითა შენითა და ჩვენი ხაგნისული თამეს მათია სასუპერიცათა და მეგროვანები გუმიტარამე თვიგი გეშიცებული იქნე და იქვეშიტი რამე თუმატაიმ ვიდრომ ვივანა და მეგროვანებსაც შეეძენა სკოლას იმენობისას რამე თვიგი ნიგასნე და მოწყალენი რამე თვიგი შეიწყალე და იქნეცინდანი გუშარამე თუმატუმეთი იქნო და მეგროვანებსაც რამე თვიგი ჯერტისაკიწოდნე Dargândul simatizat suratul Matiasa sumpevelițata Nelaricmen Rajaptemine Napărinea Zulapolis Raborotut când am umațiți Luicentuis Lislamimar Ilotso Upalo Shevitzkale Iharudagaptiamikveni Ramitus asfilerit Venitilatsatashina Sirțenit avem martenit Moverit Ravanilțe Eupesa Cvensa Melsa Mama Zesiesa
გაცულიერი ჩვენი და წმინდა სახელების მოწყურების მიხედვით თორება მისი მრავალი ჟამიე ის ნებართვით ნაგურთხილად ის ნებისადა სურვილის შემსრულებელი კათოლიკოს პატრიარქი მიტროპოლიტი მიტროპოლიტი კირილინი თავარეპისკოპოსი ბადიოსანი მდელნი ქრისტეს მიერ დიაკონია ორი ბადიოსანი საფურნი ეკლესიისანი მრავალი ჟამიე Sadais, Nomarim, Tavrabanam, Kedromamisi, Ravala Shamie, Ravala Shamie, Ravala Shamie, Ravala Shamie, Ravala Shamie, Alobelni, Nagobishemon Zirmelni, Lotvelni, Verrebeni da Kampopni Gedin Motmuneni, Raval Shamie, Raval Shamie, Raval Shamie, Raval Shamie, Raval Sa
ურთხემეყეო ჟამი სამწმიდაოსი ურთხეულარ ჟამი სამწმიდაოსი უბლისა მიმად ვილოცო ამე თუც ნინდა ხარ ღმერთო ჩვენო და შენ და დიდებას აღბავლე მამისა და თისა და თმისისა სულისა აქ და მარადის დასაბამიდან დაუსრულებო გარდა მოიხილე ზესი ღმერთო გაიხილე და მოხედე ვენახსამას და განამტკიცესე რომელ დასხნა მარჯვენებმა შენმა ამიტომ ყოველი შენ კი მე მომხევი მოდულებაში, ქცევაში, განზრახვაში, მენაში, ჭეშმარიტებაში,
დიდ სულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში, რადევნადია გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა. ყველა ვისაც სურს ქრისტე იესოში ცხოვრობს, ის მოსაობით დევნილი იქნება. ბოლოდი ადამიანები და სრუმალქეებით წინ წაიწევენ უარესისაკენ, ხებსაც აცდუნებენ და თავადაც სუნდებიან, სდუნებაში იქნებიან. შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი ვისგან გისწავლია, რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალობს შენი გაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში. ალელუია, ალელუია, ალელუია. სიბნით ავემართენი გაისმინე წმინდა სახარება. სულისასა შენი სატანა, ლუკასა და წმიდისა სახარებისა საკითხავი. დიდება შენ და უფალო, დიდება შენ და ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისათვის ლოცულობდა, გმადლობ შენ ღმერთო, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები არიან და ძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟია. კვირაში ორჯერ მარხულობ და მიათეთს გაძლევ ყოველი ჩემი შენაძენიდან, ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა რომ ცისკენ მიეპყრო თვალი, ვერჩინ ჯიხს იცემდა და ამბობდა, ღმერთო შემიწყალე მეცოდვილი, თქვენ გეუბნევით, ეს უფრო გამართლებული წავაშინ ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა ვინც თავს აიმაღლებს დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღლდება. დიდება შენ და უფალო, დიდება შენ და დავგულოცე, გვაკურთხე, ჩემო ღმერთო, გევედრებ და გემდარები და შენი ჭეშმარიტებით ვაცხოვრე და გვაღვაწე, ჩემო ღმერთო, შენი ნებისა და სურვილი შემსრულებლად გვაქციე, ჩემო ღმერთო. სვათ ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენი თავს უფალო ყოვლისამპრობლო ღმერთო მამათა ჩვენთაო გევედრებით ისმინე და შეგვიწყალე. უფალო შეგვიწყალე. შეგვიწყალე ჩვენ ღმერთო დიდი საწყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალე. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. მერმეცა გევედრებით ღვთის მიერ დადგენილთა და განკოს პატრიარქთა მიტროპოლიტა მთავარეპისკოპოსთა და მაღალ სკოლათა სამძოლოთა მიტროპოლიტა ქერიმისა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენ დათვით. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. უფალო შეგვიწყალე. მერმეცა გევედრებით პატიოსთან სამღვდელთა ქრისტეს მიერ დიაკონთა და სამმოძღვენელთა სიძიათა ეკლესიებსა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენ დათვით. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე.
ვერ მეცაგებედები თანატრელსა და მარადის მოთხსნებებსა და წმინდათა მართლმადებელ პატრიარქთა კეთილმსახურთა მეფეთა კეთილმოსურნე დედოფალთა აღშენებელ საწმინდისა მისა თავისა და ყოველთა პირველი დაწუნებულთა მამათა და ძმათა დახანდებელ ყოველთა მართლმადებელი რისაწვი უხალო შეგვიწყალენ უხალო ვერ მეცაგებედებით თაყოვში შემოწირულთა კეთილმყოფელთა წმინდისა ყოველად პატევსანი სამისა ტაძრისა და მას წინამძღოლთა მგალობელთა ხანო მდგომარეებისათვის რომელიც მოელიან შენს მიართისა და მდიდართა წყალობასა უხალო შეგვიწყალენ უხალო შეგვიწყალენ უხალო მამისა და დისა და წმინდისა სულისა ამინ მიცვალებულების ხსენება და მოიხსენეთ ვინც გინდათ სახელობითა ხენითა ხმამაღლა მოგერიდება ხსენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონაზე დამხევალ სამაშინთა ავარების კომოდირენია და თავად თავდანილ ბარბათათისა ეგანოზის ანდრია ურიაშვიდისათვის ემიოჯახებიდან და გვარებიდან გასულთა რათა შენდვეს მას ყოველივე შეწოდებანი მათნი ექვსიჩნიდა ეშმაკი დასწული და ცხოვრება სოფელს ამოანიჭე შემოთავაზ გამისვენე
სულთა მიცვალებულთა მონად ამხევათა შენთა განუსვენე ჩემო ღმერთო გევედრებ და გემუდარები ჩვენი ოჯახებიდან გარდაცვალებულთა ყველა მყოფთა ოჯახებიდან გარდაცვალებულთა ჩემო ღმერთო ჩვენი მრევლიდან გარდაცვალებულთა მოიხსენე გევედრებ და გემუდარები ჩემო ღმერთო საქართველოს პატრიოტანი მეფე და დედოფალი საქართველოს ვასმოსილი მამულიშვილი საქართველოს ვასმოსილი ეკაცულიო პირნი ჩემოცა და ჩემო ღმერთო ყველა ვისა მოიხსენე ვისაც რამე სიკეთე გაუკეთებია ჩვენი ერისა და სამშობლოსათვის და მოიხსენე ჩემო ღმერთო საქართველოს პატრიოტანი მეფე და დედოფალი და მათ შორის მოიხსენე ჩემოცა და ჩემო ღმერთო დავით აღმაშენებელი დღესასწაული იყო მისი ახლა თამარ მეფე დღესასწაული იყო ამ პიროვნების ჩემო ღმერთო მოიხსენე გევედრებ და გემუდარები ყველა შენი მადიდებელი ვინც იყო და ერისათვის თავდადებული მეფე და დედოფალი ჩემო ღმერთო და მოიხსენე ვასმოსილი მამულიშვილი ჩვენი ვასმოსილი სასულიერო პირი და მოიხსენე ჩემო ღმერთო ყველა ყოფთა ოჯახებიდან გასული ჩამოთვალეთ ვინც გინდა ახლა მე არ ვიცი ყველაფერი და მოიხსენეთ ყველა მოიხსენეთ ჩემო და ჩემო ღმერთო ასევე გევედრებ და გემუდარები ჩემი წინაპრები ჩემო ღმერთო და მათ შორის მოიხსენე გევედრებ და გემუდარები სეხნია დიდი ვერა გიორგი ჩემო ღმერთო თავიანთი ოჯახის წევრები ივანე მარტია ივანე ჩემოცა და ჩემო ღმერთო მოიხსენე გევედრებ და გემუდარები იოგი მარო ილიკო სონა სტეფანი მირაკლი გაიოზი ლუბა სურამი ჩემოცა და ჩემო ღმერთო ლიმონი და ანა ჩემო ღმერთო იასო და პავლო ჩემოცა და ჩემო ღმერთო კუმბერი სამრიკო გოჩა ხათუნა დიდინა გრიგოლი ჩემოცა და ჩემო ღმერთო მოიხსენე დოდო იგივე დაი ჩემო ღმერთო კოტია ალექსანდრე ვასილი ტანტო დოდო შვილიშვილები დოდო შოვლები დოდო დედმამიშვილები ყველა ახლობელ და ქრისტოვი ჩემო ღმერთო და ყველა ღვაწლმოსილი ჩვენი მამულიშვილი ქრისტე ღმერთო გევედრებ და გემუდარები შენ დააწესე მათ შვილები ნაცებში ადგილთან ათვლისათა ადგილთან წვანილოვანთა ადგილთან განსაცდელებელთა სადა იგი იქ აღარ არის აღარ თავად მყოფობა აღარ მწუხარება აღარ გაჭირვება აღარ ერთმანეთის შაგრა და შეურაცხყოფა გევედრებ და გემუდარები იქ თუ ადამიანი თქონდა იქ მხოლოდ ნეტარებაში არის წმინდა ანგელოზებთან ერთად და გევედრებ და გემუდარები ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილი სიტყვითნი საქმითნი ინაგონებითნი ვითარცა სახიერმა კაცმოყვარემა ღმერთმა ნაპატიე ჩემო ღმერთო ყველა ცოდვები და ნათელში დაამკვიდრება ცუდები რამე თუ არავინ არ კაცი რომელიც თქონდეს არასოდეს რამე შემხოლო ხარ უთქო ყოვლისა და ცოდვისა და სიმართლე შენი სიმართლე არ დაუსრულებლა და სიცხვა შენი ჭეშმარიტ რამე თუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განცვლენება მიცვალებულთა მონასტერ შენთა ყოველთა აქა მყოფთა ოჯახებიდან გასულთა გარდაცვალებულთა და ჩვენს კეთის წინაპართა ქრისტე ღმერთო ჩვენ და შენ და ძევოს აღვავლე და დაუსაბამოით მამით შენ და ყოვლა წმინდის სახეზე ყოველი სულჩუ ად და მარადი დასაბამი და ყოველდღე და პატრიოტთა მანისტერა მალისა და სასულისა აშკარად დასაბავიდან დაუსრულებდა ამინ ერმე მიშვიდობი ისა ფილოსო ხალო შეგვიწყალე Ierdım şüdo bir şeyde savra bir şeyde sus teşen tesa uplisa Video bir şeyde savra uplisa kestiras go bir şeyde minisa pliseta amoveleta to bir şeyde uplisa Sami seglesi sartu gaulobita shishita fisaita shemaval kamachina
წყალი და დაგვიწვენ ჩვენ ღმერთო შენი ამადლით Hallelujah.
Şöyle şey. O kadar bu iş çok bir zaman işte. Şenora gal. Orada dura bizim çap. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. აბძანი. დღევანდელ დღეს, ანუ წირვაზე, ჩვენმა წმინდა მამეებმა დღევანდელ წირვას მიუსადაგეს სახარებიდან ლუკას სახარება 18 თავის 10-დან 14 მუხლების ჩაფლით. მერე რომ წახვათ სახში წაიკითხა. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად. ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.
ფარისეველნი იყვნენ აღიარებული კასტა, ესე იგი, ეს იყო თითქოს უმაღლესი, უცოდველი ხალხი და მებაჟეები იყვნენ ყველაზე ცოდვილი ხალხი, ხარკის ამკრევები, რომლებსაც ცოტა ზედმეტს ახდევინებდნენ ხალხს იმაზე დაწესებულზე მეტს და ეჯავრებოდათ, რომ მებაჟეებთან პურის ჭამაც კი არ შეიძლებოდა. აი ეს ორი პიროვნება არიან შესული ეკლესიაში. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა. გმადლობ შენ ღმერთო, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები არიან, დარცველები, უსამართლონი, ბრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ მარხულობ და მეათეც ვიხ გვაძლევ ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ მიეპყრო თვალი, მკერდში მჯიხს იცემდა და ამბობდა, ღმერთო მაპატიემე ჩემი ცოდვებიო, თქვენ გეუბნებით, ეს უფრო გამართლებული წავიდა შენ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა ვინც თავს აიმაღლებს და ამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღლდება. არავინ არა ვართ, არავინ არა ვართ ვინმე ვისაზე მე მეტი. ყველა ჩვენ უბრალო ხალხი ვართ. არავისაზე არ მეტი არა ვართ. ეხლა თუ რამე შენთვის მეტი გონება მოუცი ადამიანსა და მეტი ნიჭი, შენი დამსახურება კი არ არის. ეს დამსახურება რომ ღმერთმა შენ მოგცე ესა და გამოიყენე თავდაბლობისათვის. გამოიყენე თავდაბლობისათვის. ერთ-ერთი ქადაგებელი ამბობენ, რომ რომელიღაცას რომ თითქოს ნიჭი მიეცა და თავის დამსახურება გონია მაგალითი მოყავრო იესო ქრისტე რომ ბზობის დღესასწაულზე იერუსალიმში შედიოდა ჩოჩორზე ამხედრებული მას მთელი ხალხი ტოტებსა და სამოსელს უგებდა თავისასაც ნიშნად პატივისცემისა. ეხლა როგორი იქნებოდაო ის ამბობს ქადაგებელი რომ იმ ვირს წარმოედგინა, იმ ჩოჩორს წარმოედგინა, რომ რა დიდებული ვიღაც ვარ მე, რომ აბა ხალხი როგორ პატივს ცემსო. იმ ჩოჩორს კი არ ცემდნენ პატივსაო, არამედ პატივს ცემდნენ მასზე ამხედრებული იესო ქრისტესა. და შენ რომ მოგეცა ეს ნიჭი, შენი დამსახურება კი არ არის, ეს ღმერთის მიერ მოცემული ნიჭი არის. ეხლა დღეს აი ჩვენ ხედავთ, რომ იმდენი მიმდინარეობები გამოჩნდა მთელ მსოფლიოში, მარტო ქრისტიანობაში 3000 მიმდინარეობაზე მეტია. მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, ბაპტისტობა, 50-იანობა, რა ვიცი, 1000-ნაირი მენონიტობა, ახალა მოციქულებრივი ეკლესია და რა დაუარები. და მსოფლიოში ახლა კიდევ განსხვავებული მიმდინარეობები რა არის და ყველა მიმდინარეობასა თავისი თავი გონია ყველაზე მაღალი. მართლმადიდებლები ჩვენ გონია ყველაზე სრულყოფილები ჩვენ ვართ, თავით მაღლიდან დავყურებ, კათოლიკები იქით დავყურებენ ჩვენა და სხვა, ბაპტისტები სხვანაირ ისინიც ასევე იქცევიან, 50-იანელები ასევე იქცევიან, ყველანი ასე იქცევიან, პროტესტანტული ყველა. ვინ არის მართალი? მართალი არის ვინ თავს დაიმდაბლებს და იმას მიიღებს, იმ ჭეშმარიტ სამესარწმუნოებას მიიღებს, რასაც იესო ქრისტე გეუბნება და რასაც მამა ზეციერი გეუბნება. აკეთე შენა, როცა ვამბობთ ხოლმე ჩვენა რომ და იესო ქრისტეს მაგალითი მოყავს, იესო ქრისტე ამბობს რომ მე მოვედიო ავადმყოფებისათვის, ავადმყოფობისათვის, არა ჯანმრთელი ხალხისთვის, მე მოვედიო მართალთათვის კი არა, არავედ ვინც ცოდვაში არის ჩაფლული, ჩემო სიხარულებო. ამიტომ თავი დაიმდაბლე. ახლა რა ფიგურირებს მე ყოველთვის ვამბობ, ღმერთი ბევრს არაფერს არ აკეთებს. მთელი ეს მილიონობით წიგნები ცირისთვის გამოსული. ვიღაცებს უნდა რომ ესე იგი მაღლიდან დაგყუროს და შენ დაბლად გამოგაჩინას. მილიონობით წიგნებია ამისთვის. ამას აკეთებენ ებრაელები, ამას აკეთებენ რუსები, ამას აკეთებენ სომხები, ყველა ამას აკეთებს. ვინ არის სწორი? სწორი არის ძალიან მარტივი რაღაცას გთხოვს ღმერთი. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აბა ჩამოყალიბდი სათნო და
სათნო იმას ვიტყვის რომ მისაძმე მაღალი ვარ არავითარ შემთხვევაში არ იტყვის არავინ არა ვართ მაღალი თუ რამე ნიჭი მოუწია ღმერთსა მადლობა უთხრა რომ ნიჭისთვის თორე შენ დამსახურება რა მე ბევრი მინახია ბევრი ისტორიაში გადახედე იმ ტრაბახი დაუწყია ხო ბოლოს საგიჟეშია მოჩენილა იმას წაგართმევს შეუძლია წაგართვას ეს ყველაფერი წაგართვა შეიძლება ყველაფერი დაგაკარგვინოს ღმერთი აბა არ არის ესე ისე აქვს წყობილი ეს ცხოვრება ღმერთსა როცა შენ გაამპარტავნებული ხარ შენი ჯანმრთელობით შენი სილამაზით შენი მონაცემებით რაიღაცა ხო და უკვე თავზე გადიხარ რომ ესე იგი ყველაფერი შენახარ სანამ სიბერეს მიაღწევ სილამაზესაც აქვე და გაკარგვინებს ჩამაგაჭკნობს ხო რომ მიაღწევ ერთი 80-90 წელს რაღაცა ხო დაჭკნები ჩამოგრე კბილები ჩამოგწვია ყველაფერი ჩამოგწვია მოიკოკები ჯოჯოხზე დაეყრდნობი და დამთავრებულია ჯანსაც წაგართმევს სილამაზესაც წაგართმევს ყველა უნას წაგართმევს გამეკამ ხედველობასაც დაგიკლევს სმენასაც დაგაკლევს ესე იგი არაფერი არ შეგვჭება მიხვდი ადამიანო რომ არაფერი არ ახ ადიდე ღმერთი ეხლა რას გთხოვს ჩვენ ღმერთი საერთოდ რას გთხოვს ჩვენ როდესაც სატანა წარდგება იობის სატანა წარდგება ღმერთის წინაშე და ღმერთი ეუბნება რომ საიდან მოდიხარო და აი მსოფლიო მოვიარე ყველა ხალხი ვნახეო გინახავ იობი ჩემი მორწმუნე იობი აბა ვინმე არის იმაზე ალალი წრფელი ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებულიო გინახიეთ იგავ სატანამ უთხრა აბა წართ იმაგაცა ეხლა ის სიმდიდრე 2 არის ისთვის შენ პატივს გცემსო ნახე თუ გმობარ დაგიწყასო და ნუ საერთოდ ვამბობ ეხლა თლიანად შეგიძლიათ რომ წაიკითხა დეგა მე მხოლოდ გავამახვილებ ყურადღებას რომ რა თურმე ფიგურირებს ზეცაში და რა მოსწონს ადამიანისაგან ღმერთთან სიავლე სიწრფელე ღვთისმოშიშობა და ბოროტებას განრიდება აბა გააკეთე ესა რომელ მიმდინარეობაში გინდა იყო გააკეთე ეს ამას ვერ ვაკეთებთ და თავზე გავდივარ და რაღაცებს ვიმიზეზებთ რომ მე ვარ პირველი ამ პირველობის თუ ბრძოლაში ხო მილიონობით წიგნები ბეჭდება და საწოდავ ხალხსა ატყუებენ ყველაფერს აბა გააკეთე გახდი ალალი გახდი წრფელი გახდი ნამდვილი ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული აბა გაედიე ალალი წრფელი და ღვთისმოშიში როგორ შეიძლება რომ ვისაძმე რას მე ამბობდეს ყველანი კარგები ვართ ყველგან დაიმთავრდა ვინც თავს დაიმდაბლებს იგი ამაღლდება და ვინც თავს აიმაღლებს იგი დამდაბლდება ჩემო სიხარული ეხლა მე ავიკითხავ ჩემო სიხარულებო გალატელთა ეპისტოლიდან რამდენიმე მუხცა ვიკითხავ გალატელთა ეპისტოლიდან როგორ გავერიდოთ სოდვერს პავლე მოციქული გალატელთა ეპისტოლეს მე-5 თავის მე-16 მუხლიდან გვეუბნება აჰა მე ვამბობ მოიქეცით სულიერად და რაღაცრულებთ ხორცის გულის თქმებს ეს მიწიერი ხორცის თქმები პირველობისთვის ბრძოლა ყველაფრისთვის ბრძოლა აი ყველაფერი სათურო სხვა ზემოდან გადმოხედა ხო ეს ყველაფერი მოდის ხორციელი გულის თქმებიდან მოდის ვინაიდან ხორცს სული საწინააღმდეგო სულს კი ხორცი საწინააღმდეგო ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან რათა აკეთოთ არა ის რაც გსურთ ხორცის საქმეები აშკარა ესენი არიან სიძვა უწმინდურობა და თავაშებულება აი ახლა თავაშებულებას რომ ხედავთ სადაც ხედავთ თბილისში და მთელ საქართველოში რომ თავაშებულება მოედოს ყველაფერსა ქალები მანდილოსნები იგინებია ბირთის სიტყვებით ეხლა რომ შემოხედავენ შენად
ამ ბირთი სიტყვებისათვის მანდილოსნებსა და მაჰმადიანურთა სამყარო შემოხედავ შენა რა შეხედულება დარჩება შენს და შენს ერზე შენს აღმზრდელ პედაგოგებზე შენს მშობლებზე და შენს სასულიერო პირებზე რა შეხედულება დარჩება კაცები ხო მაგინებლები და მაგინებლები მე მაგალითად კომენტარში რო ჩავიხედავ ხოლმე თითქმის არც კი მინახია მამაკაცი ვინმე აი შეიძლება 1000-დან ერთი გამოჩნდეს რომ რაღაცა ვითომ ადრე აწუხებს ისაც არ არის ჩამოყალიბებული დანარჩენი სულ გინებითა და იმით ილაპარაკებენ და მანდილოსნების ქალის გინება რო შემოხედავ მთელი მაჰმადიანური სამყარო წაგეკიდება და მე თქვი შენ მეტი ხარ და ის ნაკლებია ეხლა წარმოიდგინეთ თქვენა ჩაღარგი და ჩვენი ჯიში და ჯილაგი ჩეჩნებმა რო გაიგონო პატივი ექნება შენი ქისტება რო დაინახავენ ექნება შენი პატივისცემა ამ გენიალურმა ესეთი გენიალური ერი ქართველებმა სოფლიოს კულტურავის წავედ ასე როგორ დოგოკნიდეს ასე როგორ დაუჯერებთ ყველასა ყველა უკეთურ ძალებსა ქართველის ერის უბედურობა ის არის რომ სხვისი ბჯერა და ჩვენი არ ბჯერა ჩვენი წინაპრების არ ბჯერა გერმანელი ფილოსოფოსი არის ლაიბნიცი ის ამბობს რომ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისაო ჩვენი წარსული იყო ეს უდიდესი კულტურის მატარებელი ერი შემოვიდნენ ცხები და ჩვენ გვიქადაგეს რომ ეს ყველაფერია მე ტყუილი არის და ანგრიეთ თქვენი ეკლესიებიო და უღბერთო და კავშირი შექმნეს საქართველოში ანგრიეს ეკლესიები მიანგრიეს ყველაფერი ხატებს თოფებს ესროდნენ საფანტიონ თოფებსა და ამ სხვისი დავიჯერეთ ლენინისა დავიჯერეთ ტროცკისა დავიჯერეთ სვერდლოვისა დავიჯერეთ იმ გათახსირებული ხალხისა დავიჯერეთ და დავკარგეთ სარწმუნოება და მივაგენით ეხლა ბედნიერი არის ის პიროვნება ვინც ეცდება რომ დაიბრუნავს ისა რომ აი რა წარსული ჰქონდა ხო ჩვენ ხო აწმყონი ვართ ხო ჩვენ გვიყურებს ჩვენი მომავალი თაობა აი აქ აწმყოში მყოფინებიც ვარ ჩვენა ვინც გამოიჩენს იმ ფხიანობას რომ იმ მომავალ თაობას კარგი გადასცას და გადაეც ესა სახარება წაუკითხე ესა სახარება ის არ არის მარტო წირვაზე შემოვიდეს დაესწრო და გავიდეს იქა არაფერი შემოიტანას და არაფერი გაიტანას ეგეთ ადამიანებზე ამბობდნენ კი გიჟის საყდარში შევიდა რამე ჰქონდა რა მოჰქონდა არც არაფერი შევქონდა არც არაფერი გამახქონდა ისევ წავიკითხავ ხორცის საქმეები აშკარ არის ეს არის სიძვა უწმინდურობა თავაშვებულება კერპსახურობა მისნობა მტრობა ჩხუბი შური რისხვა შუღლი უთანხმოება წვალებლობა სიძულვილი მკვლელობა ლოთობა გაუმაძღრობა და სხვა ასეთი გეუბნები წინასწარ როგორც ადრე მithქვათ რომ ამის ჩამდენი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრები მე როგორ შეიძლება რომ ისთანმე თავი ავიმაღლო სულ ყველა ერთნაირად მე ვარ ჩემი დოდოს ტოლი ვარ ჩემი ესმას ტოლი ჩემი მრევლის ტოლი არავის არ შემთხვევაში თავს მაღლა არ ავიმაღლე არც თქვენ აიმაღლათ თავი თუ ვის მე რამე ნიჭი გაქვთ მოცემული ესა ხო მადლობა შესწირეთ ღმერთს რომ ეს ნიჭი მოხდა გლოცავთ ჩემო სიხვალე ჩვენი ეკლესია აი ეს ეკლესია 7 სახეობის ეკლესია ჩამოყალიბდა ამას ძალიან კარგად გვეუბნება ჩვენა ვინათქო რომ დედა ეკლესია მამა ეკლესია და დაიწყებენ და რომ თითქოს იქ უნდა შეხვიდა და იმის გარდა ეკლესია არ უნდა იყოს გამოცხადებაში ძალიან კარგი არის ეკლესიების აღწერა რომ 7 სახეობის ეკლესია ჩამოყალიბდება და ყველა არის განსხვავებული სახის ეკლესიები აბა გავიხსენათ ეს არის არიან შემოსიხარულებო ეფესოს ეკლესია, სმირნის ეკლესია, პერგამოს ეკლესია, თიატირის ეკლესია, სარდინის ეკლესია, ფილადელფიის ეკლესია,
და ასე შემდეგ. ამ ეკლესიებში, ეკლესია ყველა ერთი არის, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში შედიან, მსახურებად ყველა თავთავისებურად ჩამოაყალიბეს ეკლესია, რომელია სწორი? აი გეუბნება რომელია სწორი და თუ რომელსაც დაინახავ რომ სწორი არის იმ ეკლესიაში უნდა მიხვიდე. ჩემო სიხარული. ჩვენი ეკლესია უნდა იყოს სიყვარულის ეკლესია. ჩვენ როგორც ერთი ოჯახი ისე ვარ. მე მაგალითად როგორ ვფიქრობ ჯანხოტელი ჩემი ოჯახის წევრია რა, რომელიმე არ ვფიქრობ ჩემი ოჯახის წევრია რა. ყველა ოჯახის წევრები ვარ. ეს არის ნამდვილი ოჯახი. შეიძლება შენი ხორჩელის ოჯახის წევრები ვერ გიგებდნენ შენ. ვერ გიგებდნენ. მაგრამ ის სისხლი რო ის გინდა რომ ის სისხლი გქონდეს. ერთ-ერთ ბრძენ შეეკითხნენ. აბა რომელი გირჩევნიაო, რომელი ჯობიაო, მეგობარი თუ შენი ძმაო. ჩემი ძმაო, მეგობარით რო ყოფილიყო რა. ის ძმა არის სისხლით, არა მეგობარი არ არის შენი. ის რო სისხლით ნათესავი არ ყოფილიყო და როგორცაც ხედავ ისეთი ხო, შეიძლება არც კი ისურვებდი იმასთან და მეგობრებასაც ჩემო სიხარული. მე დაგლოცავ. გლოცავ სუხელას. ღმერთმა სიხარული მოგცეს. ღმერთმა დაგვილოცა ჩვენი ერი და ჩვენი მომავალი თაობები. ღმერთმა დაგვილოცა ჩვენი ემიგრანტები, ჩვენი დიასპორა, შრომისა და სწავლისთვის უცხოეთში გამგზავრებული ჩვენი მამულიშვილები, რომ მოქცეული იყო ჩვენი ერი, რომ ისე მოქცეული ყავით, რომ მაჰმადიანსაც მოეწონა. უცხო მიმდინარეობების ხალხსაც მოეწონა, რომ ჩამოყალიბებული ხარ და ნამდვილად განრიდებული ხარ ცოცხლესთანა ჩემო სიხარული. აი ამას თუ ვიაღწევ ჩვენი მისია შესრულებული იქნება. იყავ ალალი, წფერი, მოშიში ბორატებად განრიდებული, იყავ ღვთისმადიდებელი, მშვიდობის ყოფილი და სათნო ჩემო სიხარულებო. აი ეს არის ამას ხო ჩვენა ღმერთი. დაილოცა ღვთისმადლი, ღვთისწყალობა, ღვთისმადლი და წყალობა იყოს თქვენზე. ამინ. ვინ არიან ჩემი დები და ძმები? ოჯახი. პაპაის მსიცოცხლეო, პაპაის გახარება, აბა როგორ ხარ ჩემო სიტყვა. მე ერთი კითხვა დამიშეს. ერთი კითხვა დამიშეს და მინდა რომ კითხოთ და გავაგებინოთ ხალხს. ესე იგი ეხლა კითხების დრო არის, რომ რა კითხვა ჯერ ძალიან მოკლე კითხვა არის. არა კუთხე მითხრა ჩქარა მითხრა. ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში. ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში არის თუ არა დასაჯერებელი? მე ეხლა მაგ საკითხებს რა არის ეხლა? ეგ არის საკლიოზნიკო საქმე. გამოდიშე. გამოვთო, კარგად. საკლიო